ფანა ინვესტორების ფონდის ყოფილი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ გიორგი ბაჩიაშვილის დედა და მამა. ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. საქართველოს პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება. შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-23 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2,944,957 ამერიკული დოლარის და 1,097,187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით. ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის გ-ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მე სპეციალურად დავსვი კითხვები დღევანდელ პროცესზე, მაინტერესებდა პრეისტორია. ყოველ შემთხვევაში თუ იყო მცდელობა მანამდე რამდენიმე დღით ადრე შეთავაზების ან გამოკითხვაში მონაწილეობის ან ასე შემდეგ, რაც ცხადია არ მომხდარა. არანაირი ფაქტობრივი გარემოება იმისა, რომ მამამისმა ან დედამისმა ჩაიდინა რაიმე ტიპის დანაშაული, მით უფრო დახმარება ფულის გათეთრებაში მსგავსი ნამდვილად არ არსებობს. თეორიული დაშვებაც კი, რომ გავაკეთოთ, რომ გიორგი შეიძლება რაღაც დანაშაული ჩაედინა, ვერანაირად ეჭვი ვერ გაუჩნდებოდა ვერც დედას და ვერც მამას, რომ საჩუქრად მიღებული ეს იყო უძრავი ქონება თუ ავტომანქანა, შესაძლებელია ყოფილიყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შედეგი და ისინი უნებლიეთ აღმოჩენილიყვნენ დამხმარეები. ამ მიმართულებით მტკიცებულებები უმეტესობა ბუნებრივია დოკუმენტური ხასიათის არის, რაც გულისხმობს იმას, რომ არსებობს შესაბამისი ტრანზაქციების, შესაბამისი დანიშნულებები, ხელშეკრულებები და ამ შემდგომ, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება როგორც ბრალდებულებს, ასევე ბუნებრივია მათი ქმედების შინაარსს. დახმარება განხორციელდა 7 ერთეულ უძრავ ქონებასთან მიმართებაში, ასევე მოძრავ ქონებაში ავტომობილებთან დაკავშირებით და ასევე ფულადი თანხის მოძრაობასთან დაკავშირებით, რომელიც ჯამურად რიცხვებში 4 მილიონი ამერიკული დოლარის და მილიონზე მეტი ლარის